ალვან ათელაშვილი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ძალიან დიდი მადლობა მას სტუმრობისთვის ჩვენ საუბრობდით სანქციებაზე სანქციების მოლოდინზე უბრალოდ რომელიც დაგვეწია დიდი ბრიტანეთიდან თქვენ დიდი ხანია ზოგადად წერთ საუბრობთ ადვოკატირებთ ამ თემას გითხარით რა ჩვენა ოცნების რეაქცია ჩვენი დაწყებულია ჩვენი გაგრძელებულია და ჩვენ დავგვირგვინეთ ბიზნეს დასანქცირება რასაც შეპირებული ვიყავით რის გამოც გვეძახდნენ გიჟებს მასხარებს და 1000-ნაირ კომპლიმენტს და ეხლა მინდა მივმართო ივანიშვილს ბიზნა ხო შეგისრულეთ სადაც შენი დაიკვე ხო იქ ჩვენიცა თქვი ეს სანქციები კი არ არის ეს არის ერის განაჩენი იმ მაღალი და ამაყი და მებრძოლი ხალხის რომელმაც სოფლიო აღაფრთოვანა უკვე ნახევარი წელია აი მასობრივი გამოსვლებით და წინააღმდეგობით და რა თქმა უნდა ჩვენ ვარ დაგვეწყო 12 წლის წინ დასანქცირების საკითხებზე საძირკვლის შაღრა ვაშინგტონსა და ლონდონში ეს საკითხი ესე ლამაზად არ დაგვირგვინდებოდა რაღაცა დისონანსი მოხდებოდა რადგანაც ეხლა მოგეხსენება სხვა რეჟიმებიც დასანქცირებულია ჩრდილო კორეა, რუსეთზე აღარ საუბრობ, ვენესუელა, ირანი, მაგრამ იქ იმ სანქციებში მოხვედრილი არიან არა მარტო მთავრობები, არამედ რიგითი მოქალაქეები. და ჩვენთან მოხდა საოცარი ამბავი სოფლიო სასანქციო პრაქტიკაში. დასანქცირებულია რეჟიმი და ხალხი ითვლება ყველაზე მოწინავე დასავლური სამყაროს ნაწილად. მათზე ეს სანქციები არ ვრცელდება. აი ეს ამ საძირკვლის შაღრა დავიწყეთ 12 წლის წინ და მე მინდა მივულოცო ჩვენ მერს, ჩვენს მომავალს, აი მაგარ მებრძოლ ხალხს, რომლებთანაც უკვე მინიმუმ 6 თვეა ვათენებთ და ვაღამებთ თქვენი მონამორჩილიც და მთელი ლეიბორისტული პარტია რუსთაველის პროსპექტზე, რა დროსაც ჩვენ აკრძალული ვართ ტელევიზიებში, ბიძინა ვიზიებზე არა მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, იმათთან უკვე кайხანი ავიგრძელეთ, ასევე ავიგრძელეთ ოპოზიციურ ტელევიზიებში, TV პირველზე, თავარ არხზე, ნუ მაქსიმუმ საკეთებ და ფორმულა თქვენ განსაკუთრებით რომ გამოგეჩინეთ, მაგრამ მაინც ჩვენთვის ეს არასაკმარისი იყო, მოხდა ბლოკირება ლეიბორისტული პარტიის, მოხდა ეს ყველაფერი პარტიული პოლიტიკური შურის და შუღლის გამო იმ ტელევიზიებმა, რომლებსაც აფინანსებენ ოლიგარქები და ბანკირები ჩათვალეს რომ ჩვენ მათი კონკურენტი ვიყავით, აი ახლა უყურებ თქვენ სამი დაიწყეთ საინფორმაციო იქ ხაზარაძეები და ისინი არიან ვაშინგტონში. აი ეს ხალხი ვისაც შეხვდნენ, ვილსონი, უიკერი და მთელი ის აი ეს საქართველოს უსაზღვრო პატრიოტი კონგრესმენ სენატორები ჩვენი აღმოჩენილებია. მე ვმუშაობდი მათთან 12-10 წელია და ძალიან დიდი როლი, გადამწყვეტი როლი შევასრულეთ, რომ მათ ჩამოყალიბებოდათ საქართველოს შტაბ-ბიჭილება, რაც დღეს უკვე რეალური პოლიტიკად იქცა ვაშინგტონში. ამერიკაზე გადავალთ, თუმცა დიდი ბრიტანეთი მაბადეთ. აი ამ დროს უნდა შერცხვეს ხაზარაძეს და იმ სხვა ბანკირებს, რომ ამ ჩვენ გაკვალულ გზას მიხვებიან და მათი ტელევიზიები ჩვენ ბლოკავენ. მე მაგათად ვიზე შევცვლი. ჩვენთან ხართ ხოლმე სტუმრად ბატონ შალვა ამერიკაზე გადავალთ თუმცა მანამდე აი დიდი ბრიტანეთი რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს პოტენციური დასანქცირება დიდი ბრიტანეთში და რატომ ეშინია თავად ოლიგარქ ივანიშვილს კი ბატონო დიდი ბრიტანეთში თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ ჩემი ვიზიტი შედგა 5 მარტს 24 წლის იქ იყო ძალიან სერიოზული მსჯელობები შევხვდი დღევანდელი პრემიერის მოადგილე კოლინს ლორდთა პალატაში ლიდერი ვინცაა ლეიბორისტების ასევე სმითს ლიბერალების ლიდერს, კონსერვატორების ლიდერს, სამივე ლიდერებთან პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო ივანიშვილის სანქცირება და დამატებითი კითხვები ჰქონდათ ჩემთან და ეს ყველაფერი აი იმ შეხვედრების გაგრძელება რაც ახლა ხდება. ეს უკვე დამთავრებაა ივანიშვილის ფინანსური იმპერიის, რადგანაც მოგეხსენებათ აი ეს თავისუფალი ზონები, ოფშორული ანგარიშები, პანამები, ვირჯინიები, კაიმანის კუნძულები, ეს ყველაფერი შედის ბრიტანეთის იურისდიქციაში. ეხლა აქ იყო პატარა ასთა სხვადასხვაობა. დაეწყო სანქცირება ფინანსური ვაშინგტონს თუ დაეწყო ლონდონს. როგორც ჩანს, ბოლოს გადაწყდა, უნდა დაეწყო ჯერ ვაშინგტონს და მერე მიხვებოდა ლონდონი. რადგანაც ჩემი ვარაუდით ფიქრობ, რომ იქ ეხლა მთელი მსოფლიოს უნდა იქნება ელოდებით რომ იქნება. არა, ეს გარდაუვალია. ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია, აუცილებლად იქნება. გუშინ ჩვენ კიდევ შევახსენეთ თავი ბრიტანეთის თემთა პალატის ლეიბორისტული ფრაქციის წევრებს, მოგეხსენებათ, იქ ლეიბორისტული პარტია მართველი და ასევე არ არიან კაი ხასიათზე, როცა გაიგეს, რომ ლეიბორისტული პარტია საქართველოში ივანიშვილმა დაასანქცირა, დაბლოკა, დასაჯა, აკრძალა და 4 წელია იმის გამო, რომ ჩვენ არ დავიხიეთ უკან სანქცირებისათვის ბრძოლა გაუგრძელეთ, პარლამენტში არ შევედით, მათი დაფინანსება არ ავიღეთ.
ხელი არ მოვკვიდეთ სიბინძურეს მათგან შემოთავაზებულს ეს არ გვაპატეს და დაგვასანქციონეს. რა თქმა უნდა, ბრიტანელმა ლეიბორისტებმა ეს კარგად იციან და ერთ-ერთი კომპონენტიც მათი გაბრაზების ესაც არის პედაგოგიური თქვა. მხოლოდ ივანიშვილისთვის, არამედ მისი გარემოცვისთვისაც, რადგან ის კომპანიები, რომელიც ხდება ჩამონათვალში, ოფშორში რეგისტრირებული, მოიცავს მათ შორის გარემოცვას ირაკლი რუხაძეს, ვანო ჩხარტიშვილს და სხვებს. ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიოს საქმიანმა პოლიტიკურმა წრეებმა კარგად იციან, რომ ივანიშვილისნაირი თაღლითები და ტრანსკონტინენტალური ბოროტმოქმედები თავის სახელზე არ აფორმებენ სიმდიდრის ძირითად ნაწილს და ის გადანაწილებულია ოჯახზე, ამფსონებზე, დიშვილებზე, ძმისშვილებზე და სხვადასხვა. ესია არის სრულიად მათ ჩამოყალიბებული სახით უდევს წინ შესაბამის სამსახურებში, ამიტომ რა თქმა უნდა სანქციები იქნება გლობალური, რომელიც მოიცავს ივანიშვილის მთელი ბიზნესისა და მილიარდების დაპარალიზებას და დაპარალიზება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ რუხაძე მოხდება სანქციებში, ეს მართლა რუხის საშინელება, ჩვენი პენსიონერების მტრები, ლიბერტი ბანკის მფლობელი, TV იმედის ცენზორი, რომელმაც დააწესა პენსიონერებზე ისეთი პროცენტული სესხები, რაც მსოფლიოს საპენსიო პრაქტიკას არ ახსოვს, ხალხო დავანებოთ თავი დიდ პოლიტიკას. ეს არის წმინდა წყლის ვირთხა, ის სადარბაზო შეხვალ და გაკუცული ვირთხა დადის, სუნაგად, აი იმას მაგონებს, რომ შეხედავ, ნუ გონია რომ დაიქირავ ეხლა რაღაცა ლობისტური კომპანიები თავს გადაიქცეს აქციებისგან, ისევე როგორც ნუ გონია ვანო ჩხარტიშვილს, რომ თავს გადაიქცეს სანქციებისგან. და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სანამ ჩვენი ანაბრების ქურდი ვანო ჩხარტიშვილი ბედნიერია, საქართველო იქნება უბედური. და აუცილებლად საქართველო იქნება ბედნიერი და ჩხარტიშვილი უკან მოიტანს წაღებულ ანაბრებსაც და ასევე მოპარულ ფოთის მილიარდიან შემოსავლებსაც, სადაც ის ივანიშვილმა ყარაულად ჩასვა. და ასევე ნურს გილაურებს ძმებს ნუ ექნებათ იმისი გარანტიები, რომ მათი ეს ინსცენირება ოპოზიციონერობისა გარანტია იქნება ივანიშვილთან ერთად შექმნილი ბიზნესის შენარჩუნებისა. ეხლა ის რომ ოპოზიცია დღევანდელი მოელაპარაკა არჩევნების წინ ივანიშვილს გაინაწილეს ხელისუფლება, ის შეპირდა რომ ძალაუფლებაში მოიყვანდა თუ გილაურს დაუნიშნავდნენ პრემიერ-მინისტრად და ამაზე ოპოზიცია დათანხმდა, ასევე მოითხოვა რომ ლეიბორისტული პარტია და შალვა ნათელაშვილი არ გამოიჩინა ტელეეკრანებზე საერთოდ, ესაც დაუკმაყოფილეს და საბოლოო ჯამში გამოვიდა რა. პუტინმა დაურეკა და უთხრა რომ ბიჭო, შენ სიცხე ხო არა გაქვს, ვისაბარებ ძალაუფლებასო და გადააგდეს ეს ოპოზიცია და ეს ტელევიზიები. ეხლა არიან პირგაღებულები და აღარ იციან რა უნდა ქნან. ასე იცის გარიგება, ასე იცის უპრინციპობა, ასე იცის როცა პოლიტიკაში მოსული ხარ საშოვნელად, ფულის საკეთებლად და დღესაც რა გააკეთე? სანქციების თემა უფრო საინტერესო და დეტალები რაც სანქციებასთან ერთად თან გავიარო ზადაგზა საინტერესო თემები, რამაც შეიძლება საერთო საქმეს, სანქციებას და საერთო მიზანს ხელი შეუშალოთ. სანქციება ადრევე იქნებოდა. ჩემო ძალიან ძვირფასებო, ძალიან დიდ პატივს რო გცემთ პირადად თქვენ. მართლა თქვენ იყავით ჩვენი პატრონები მარტო ბლოკადის დროს, აი თქვენი გადაცემა. სანქციება ადრევე იქნებოდა. ესენი რომ პარლამენტში არ შესულიყვნენ, ფანჩატოვიდან რო არ გამქცეოდნენ, ხელი რომ მოეწერათ მიმართვებზე, რასაც თხოვდნენ ვაშინგტონში რომ კი თქვენ კითხოთ სანქციებს და სხვა პარტიები რა აზრის არიან, არც ერთმა ხელი არ მომიწერა. არც ერთმა პარტიამ დღევანდელმა სანქციების მოთხოვნაზე. იცით ხო ეხლა სანქციებს გეკირავენ, როცა უკვე მოხდა, როცა უკვე შედეგი მოხდა და თავდება ივანიშვილი, ეხლა აუჩვენებია სანქციები და თავდება ივანიშვილი. კი რა თქმა უნდა, გარანტირებული. ჩვენებს რომ თავდება. ძალიან მალე საქართველო იქნება ივანიშვილის რეჟიმის გარეშე. თავისუფალი თავაცეული და ამახე. ხარიაზე რეპრესიები. ელი მსოფლიო ჩვენთან არის და ხალხი არის, ხალხი დგას ქუჩაში. ხალხი რომელსაც ვერავენ ვერ მოერევა დედამიწაზე. რა ჩვენებს რომ ისრულდება. როგორ? რა ჩვენებს რომ ივანიშვილი სრულდება მაშინ როცა მიკროფონი გაქვს დასასწორებელი, ჩვენ საუბრობთ, მაშინ როცა ეს რეპრესიების მორიგი სასტიკი ტალღა ვნახეთ შტატების მხრიდან სანქციების გამოცხადების შემდეგ უფრო ხისტი გახდა, უფრო სასტიკი გახდა რა ჩვენებს რომ ყველა ტოტალიტარული რეჟიმი ეწირება მის მიერ განხორციელებულ რეპრესიებს ხალხის წინააღმდეგ. ტოტალიტარული რეჟიმების დამხობა ხდება იმ წუთებში და იმ წამებში, როცა ადიან რეპრესიების კულმინაციაზე. ეს მათი კულმინაციაში შედიან, აბა რა, ეს მათი ბოლო გაფართხალება, ხო ხედავთ რომ ვერსად ვეღარ გადიან, ეს ქალაქის სამარცხვინო მერი რომ აცხადებს.
რომ ისო რა ქვია იყიდიო მოსაწვევსო ტრამპის ინაუგურაციაზე წახვალო რა პრობლემაო არც კი ცხენიათ ესე იგი ყველაფერი შეუძლია თქვან იმიტომ რომ თავიანთ აღზრდელს და თავიანთ ბელას გვანან ისიც ასეთი ურცხვია ხო გახსოვთ უფასო ფული 150 ფაბრიკა ქარხანა თვითონ სოფელს 5 მილიონი ზღაპრული ცხოვრება გადასახადების განახევრება და რა ვიცი დამპიტაური და ბოლოს რა გითხრა ბოლოს გითხრა წადი და გერმანიაში კარტოფილი თხარეთო მე და გაიკეთო ყველაფერს კადრებელი აღსაზრდელები ყავს გამოზრდილი და გამოინკუბატურებული ამიტომ ეს რეჟიმი ერთიანად და მთლიანად ჩამოიმხობა და ისინი ისევე როგორც ნიურნბერგის დამნაშავეები ერთ გალიაში იჯდებიან სასამართლოზე თქვენ ამას ძალიან მალე ნახავთ როცა მათ წინა ხელისუფლებას ეუბნებოდი რომ თქვენ დაამთავრებთ საბრალდებო სკამზე პოლიტიკას გიჟიაო ამბობდნენ და იცინოდნენ აი ახლა ჩემი განთავისუფლებელები არიან მე ვაწერ მათი განთავისუფლების მოთხოვნაზე მივართებს ხელს აი ასევე ავგაცხადდებათ ბიძინა და მთელო შაიკა ეს ამბავი ხო და ამას ვამბობდი რომ წიყიდონ მაპატეთ რომ წიყიდონ მოსაწვევი ტრამპის ინაუგურაციაზე რომ წიყიდონ სავიზო შეზღუდვა აქვს სავიზო აკრძალვა აქვს სანქცია და ვერ შევა ამერიკაში და იყიდ რამდენი მოსაწვევიც გინდა აი რადონის მატყუარები და რადონის ფარისევლებია რომ კობახიძესაც ადევს ეს სავიზო შეზღუდვა ჩვენ არ ვიცით ხოლმე ვის სავიზო რა თქმა უნდა კობახიძეს ადევს პაპოშვილს ადევს კალაძეს ადევს ივანიშვილს ადევს მის ოჯახს ადევს ასევე მის ოჯახს რომ გამოყრიან მალე ამერიკიდან მან დაკარგა ის სასახლეები და ის კომპანიები რაც იქ ქონდა ფლორიდაში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, გახსოვთ ნიუ-იორკში რო შევედი მის ბინასთან რომ მივედი რათი წლის წინ იყო მგონი ჩართვა გავაკეთე და უთხარი რომ აგერ აქ ქართველები იყინებიან ბრუკლინის ბაღში სიცივე იყო დეკემბერი და ერთი ოთახი გამოუყავი 300 ოთახი და რომ დაიძინო ღამე სანამ ოთახს შევიან პასუხად რა იყო ჩამოვედი და დამახვედრეს პიერი რომ მე და ბეკამ ჩემმა შვილმა ბრუკლინში ვიყიდეთ ორი სასახლე გვერდ ეს იყო პასუხი და ვიღაც ბრიხობს ეს ჯეროდათ კიდევ აი ის სასახლეც 300 ოთახიანი დაკარგული აქვს და ისევე როგორც დაკარგავს მალე საკუთარ თავს და დაიკარგება მისი კვალი ქართული პოლიტიკიდან და შევა შავი ასოებით ისტორიაში ეს ოჯახი და ეს პიროვნება. დაახლოებით ვადებს აი დიდ ბრიტანეთს რომ დაუბრუნდეთ, რადგან თქვით რომ ქონდათ იქ კომუნიკაცია, გაქვთ ინფორმაცია, კიდევ თქვათ გვარები ვის შეიძლება შეეხოს და დაახლოებით რა ვადაში შეიძლება იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული, შეგძლიათ ამ. ეხლა როგორ არის, იცით, რაც გვიან გამოაცხადებს ეს ბატონი თუ შეიძლება მას ბატონი უწოდოთ, რაც გვიან გამოაცხადებს და გაწელავს არჩევნების თარიღს რაც გვიან სადამდეც გააგრძელებს დაუმორჩილებლობას იქამდე გაგრძელდება სანქციები და არა მარტო მოიცავს მისი ოჯახის წევრებს მის უშამამაცაშვილებს მისი პარლამენტის მილიონერ დეპუტატებს მისი მთავრობის წევრებს არამედ ჩავა მერების დონეზე ქალაქის რეგიონის ხელმძღვანელების დონეზე გუბერნატორების დონეზე პოლიციის უფროსების დონეზე რაიონებში უშიშროების უფროსების დონეზე რაიონებში და საბოლოო ჯამში ჩავა სოფლის რწმუნებულობის დონეზე და ქოს კოორდინატორები რო დარბიან და ატერორებენ მოსახლეობას სოფლებში აი ამ დონემდე აი ამაზეა გათვლილი და თუ უნდა მას რომ იმ ეგვიპტელი ფარაონივით რომლებსაც დამარხვის დროს 300 მონათს მიაკლავდნენ ხოლმე ზედრო იქ სახურობა ხონდო და ფარაონს პირის ფარეჩები და მიაკლავდნენ ხოლმე 300 მონათს მათთან ერთად მარხავდნენ თუ ამას უნდა რომ მასთან ერთად პოლიტიკურად ამდენი ხალხი დაიმარხოს ეს უკვე მისი და მისი აი თანამზრახველების პრობლემაა და თანამზრახველებმა დანაშაულში უნდა უთხრან გარემოცვამ რომ ჩვენ რაღაც გვერდში გემსახურეთ სადამდე შეიძლება და ეხლა უკვე ჩვენ სადმე უნდა გავიქცეთ და თავს უშველოთ აი როგორც ღმერთი როუბნება წადით შემოხალხო ბაბილონიდან თავს უშველეთ გასცილდით მოეცალეთ ამ არამზადობას ნუ ჩაყვებით ბოლომდე ყველას ეხება ეს ვისაც ჯერ კიდევ გადაწყვეტილი აქვს წინამდებობა გაუწევს ხალხის ნებას ქართველი ხალხის ნების წინამდეგ ვერავინ ვერ წავიდა ვერცა თურქი ვერცა მონგოლი ვერცა სპარსი ვერცა ხაზარი ვერცა რუსი და მით უმეტეს ეს სამარცხვინო ბრბო რისი გამკეთებელია როცა მით უმეტეს ქართულ ხალხთან ერთად სრულიად დემოკრატიული მსოფლიო მათ წინამდეგ არის ამხედრებული დამთავრებულია მათ საქმე ახლა ალიევთან თუ ყველაფრის მიუხედავად ბატონში ალიევთან თუ ჩავლენ და იქ მოითხოვენ პოლიტიკურ თავისუფლებას არ ვიცი ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ხედავთ რეპრესიებს რაზეც თქვენ დასაწყისშიც ილაპარაკეთ და თავდასხმას ფიზიკურ თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გიორგი გახარიაზე მე ვნახეთ თქვენ სოციალურ ქსელში გამოეთხოვურეთ რა თქმა უნდა ეს ამ ამბავს ესეც არის ერთგვარი ივანიშვილის მანამდე გაკეთებული განცხადების შედეგი და შესრულება უკვე ბათუმში აი როგორ უყურებთ ამას ნუ
ზალადობის მეტი რეჟიმს არაფერი აღარ დარჩა და ეს მოგახსენეთ, რომ აღნიშნული მიუთითებს რეჟიმის დასასრულს, როცა არც პოლიტიკური რესურსი, არც სამართლებრივი, არც მორალური აღარ რჩება, მე გადადიხარ ზალადობაზე და მსოფლიო ისტორიული კანონებით მომენტალურად დამთავრებენ ასეთ დიქტატურების საქმიანობას და ეს ზალადობა სამწუხაროდ ვრცელდება არა მარტო აი ანგელოზ ახალგაზრდებზე და ხალხზე, რომელიც მართლაებისთვის, არამედ მათ ყოფილ თანამებრძოლებზეც, რომლებმაც ხელი შეუწყეს რეჟიმის მოსვლას და ამათ მოყვანას. აი ივანიშვილის მოყვანაში დამნაშავეა წინა ხელისუფლება მთლიანად, რომელიც ფინანსდებოდა ვარდების რევოლუციიდან დაწყებული ხელფასებსაც ივანიშვილი უხდიდა რაც მოძრაობას კარგად გახსოვთ, დაკარგეს სიფრთხილე, მოუშვეს ეს მარაზმი ძალაუფლებასთან ნაცვლად იმისა, რომ შეეგდო და ამოეხჭო ციხეში და გაეგდოთ უკან მინიმუმ მოსკოვში, ეს პრობლემები არ იქნებოდა. ისევე როგორც დამნაშავეა ყველა, ვინც მის გვერდით დადგა, ძიძიგურიდან დაწყებული უსუფაშვილები, ხიდაშელები, ზურაბიშვილები, ბერძენიშვილები, რომ გამოდიან ახლა ჭკუას გვარიგებენ და კიდე ელოდებიან საიდან მე რამე ფული გააკეთონ სისრუეში და სიყალბეში. ხუხაშვილები და ეს სამარცხვინოები, ეს პარტიები, რომლებიც იყვნენ მისი მაბატეთ, ეს ბლოკის წევრები, მისი მინისტრები, მისი დეპუტატები, ახლა რო ოპოზიციაში არიან. და ასევე დამნაშავეა ბატონი გახარია, რომელიც მისი პრემიერი იყო, დამნაშავეა კვირიკაშვილი, რომელიც პრემიერი იყო. გახარია დღეს არის მსხვერპლი. როცა მსხვერპლზე ვსაუბრობთ, ამ დროს არის რელევანტური რაღაც დანაშაულები. არა, მსხვერპლი არის ის თქვენთვის რეჟიმის სისასტიკის ზოგჯერ ადამიანი საკუთარ მსხვერპლობაში თვითონაც არის დამნაშავე, რომ მსხვერპლი გახდა. და როცა ჩემთან ერთად მსხვერპლი ხდება ჩემი ქვეყანაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დანაშაული ამაში. აი ახლა რა შეიძლება საქმე კარგი, ჩვენ ხო ვამბობთ და გმობთ იმ შარლ მიშელის აი ხაზარაძემ დაგმოგუჭირო, შარლ მიშელზე მომაწერია სოფელო. რა თქმა უნდა, ეს მარაზმი იყო, ეს ტერაქტი იყო. ეს პოლიტიკური ტერაქტი იყო, რაც გაუკეთეს გახარიას. მაგრამ მე ვამბობ, რამ გამოიწვია ეს და ვამბობ ამას იმიტომ, რომ მომავალში კიდევ ვინმე არ შეცდეს და უღირსობას არ ემსახუროს. უღირსობას არ დაუდგნენ დარაჯად, მინისტრად, პრემიერად, დეპუტატად. სხვა შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას კიდე ექნება განსაცდელები და აღარ არის საკმარისი ეს ადამიანებმა ვისგან შეიძლება არ ველოდით მალხაზმა ჩალიკაშვილმა ან ზაზა სარალიძემ დაგმეს ეს ძალდობა მათ შორის ამ წარსულის გახსენების გარეშე ვამბობ მაგრამის გარეშე და არა მაგრამის გარეშე მე ვერ დაგმობ იმიტომ რომ ამ მაგრამის გარეშე დაგმობა ნიშნავს ბოროტების გამართლებას მარტო ივანიშვილი არ ქმნიდა ამ სისტემას ქმნიდა მთელი ეს კოდლა ერთად ხოცობის კოდლა და სხვა ხელისუფლებების კოდლა. ამიტომ უნდა სხვადასხვა გრძელდება. ეხლა ხო ყველა გმობს წეგან დავიწყე. შარლ მიშელს პარლამენტში შესვლას და სხვა გამოდიან თვითგმობით ეს კარგია, არასოდეს გვიანი არ არის. მაგრამ ეხლაც იგივე საკეთებენ. აგერ რისთვის მეკეტება მე ტელევიზიები, რომ არ თქვა სიმართლე, ხო? თუნდაც არ თქვა ის, რომ რამდენიმე დღის წინ სამა პარტიამ დაფინანსება აიღო ბიუჯეტიდან ის რომელიც ჩვენ დავკარგეთ უარი ვთქვით და პარლამენტში არ შევედით. დაფინანსება აიღო საპარლამენტო მალაპარაკეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით. ეს ნიშნავს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებას, პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებას და მათ შორის ეს დაფინანსება მიიღო ბატონმა გახარიას პარტიამ. აი იმიტომ თქვი ეგ რომ ნუ ჩვენ თვითონ ვაკეთებთ იმას რომ საკუთარი თავით მსხვერპლად მიგვაქვს და ქვეყანაც მიგვაქვს მსხვერპლად აი ამ სამჟავროზე. გახარიას პარტიამაც აიღო ეს დაფინანსება, ნაცემაც აიღეს მაბატეთ ეს დაფინანსება და თლაც სასწაული გითხრათ მილიარდერმა ხაზარაძემაც პარტიული დაფინანსება მიიღო ბიუჯეტიდან. ეხლა ეს აღიარება იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგების და რომ არა ქართველი ხალხის ეს ბრძოლა ქუჩაში და რომ არა დემოკრატიული სამყაროს ეს პოზიცია, ეს პარტიები ეხლა უკვე პარლამენტში იქნებოდნენ ისევ წამოსკუპებული 15,000-იან ხელფასებზე და სხვადასხვა. ამიტომ მეგობრებო შევთანხმდეთ, ბრძოლას მაშინ აქვს აზრი თუ იგივე შეცდომებს კლავ არ დაუშვებთ. ერთ ბანკირს და ღვთისპირიდან გადავარდნილს რო გაუშვებთ, მეორე ბანკირი რუხაძე, გილაური, ხაზარაძე, პაპაშვილი და ეს ღვთისპირიდან გადავარდნილი სხვა ბანკირები აღარ უნდა მოიყვანოთ ხელისუფლებაში. კი, გამოიყენოთ თუ ვინმეს გამოყენება შეიძლება ამ საერთო ბრძოლაში, მაგრამ ხელისუფლების ჩაბარება მათთვის აღარ შეიძლება. უნდა მოხდეს პოლიტიკის დეოლიგარქიზაცია. საქართველოში უნდა დამყარდეს ევროპული სოციალიზმი, ხალხის მართლობა. აი ეს არის მთავარი. აი ამ შემთხვევაში აქ ამ ბრძოლას აზრი. სხვა შემთხვევაში ერთ ბრძოლა წყალშია ჩაყრილი, თუ ჩვენ ისევ ხელის ოლიგარქიას მოიყვანთ ხელს. კი, ბატონო შალვა, მეც გავიმეორებ. ეს მიიღეთ თუ გნებოთ ანდერძათ, ან თხოვნათ, ან ედრებად და დაგისვათ კიდე ახალი არჩევნები არის თავარი მოთხოვნა. ვინ თუ ასეთი მოცემულობა შეიქმნება, ივანიშვილი უკან დაიხევს, ვინ ნიშნავს ახალ არჩევნებს? როგორი გვაქვს ახლა ვითარება ქვეყანაში? როცა ამბობთ რომ საქართველოს პრეზიდენტი არ არის ლეგიტიმური ასეთ შემთხვევაში. ხუჩი გადასაწყვეტი საკითხია. თქვენ შეიძლება გაიკვირდეთ, მაგრამ ჩვენ ვცნობთ ამ პრეზიდენტის ლეგიტიმურობას.
იცით ახლა სურობეშვილთან ჩვენ ძველი დაპირისპირება, მაგრამ ნუ მასთან შედარებით ლეგიტიმურია, სოფლიო ცნობს ამერიკას და ევროპას მის ლეგიტიმურობას. აქედან გამომდინარე ის ახალი ვინც აირჩიეს ვითომ ის არ არის მიჩნეული პრეზიდენტად, თვითონაც არ ჯერა ალბათ დარწმუნებული ვარ. ამდენად ეს პრეზიდენტობა არ არის მთავარი. როგორც კი მან უნდა დანიშნოს არჩევნები, ამიტომ გეკითხებით. ანუ როცა მივა ამის ეს პროცედურული საკითხია, მე ვარაუდობ, ახლა როგორც იურისტი ამ შემთხვევაში უკვე, ვინაიდან ეს პარლამენტი, ვითომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და მათ მიერ მიღებულ საკანონმდებლო შესწორებებს არ ექნება არავითარი ძალა. ალბათ საჭირო გახდება იმ ძველი პარლამენტის მოწვევა 26 ოქტომბრამდე რაც იყო და ეს პარლამენტი მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, იმიტომ რომ ეს CESCO ხო არ შეიძლება დარჩეს. ეს სისტემა ხო არ შეიძლება დარჩეს, უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო წესი. და მეათე მოწვევის პარლამენტმა უნდა გააკეთოს ეს ან. წინა პარლამენტმა 26 ოქტომბრამდე რაც პარლამენტი იყო, იმიტომ რომ ამას არ აქვს იურიდიული ძალა და ლეგიტიმურობა. ან შეიძლება რაღაცა კომპრომისის საფუძველზე ორივემ ერთად გააკეთოს. მოსობაში იყო ქართული ოცნება, ხომ თუ პოლიტიკური ნება არის ქართული ოცნების მხრიდან. ნიშნულობა ქართული ოცნება და მისი ლიდერი ივანიშვილი იკივლებს მალე რომ ხალხო გვიშველეთ, ოღონდ მშვიდობიანად გავგვიშვიდო, ყველაფერზე მივდივართ, აი თქვენც აქ ხართ, მეც აქ ვიქნები და ამას ყველა ერთად ნახავთ აუცილებლად, იმიტომ რომ მათ ყისერზე ყულფი ვიწროვდება ყოველწამიერად, ყოველწუთიერად და მათ ჭკუაზეა დამოკიდებული თუ შერჩათ რამე ღეროვან უჯრედებში, რამდენად მალე აღიქვავენ თავიანთი მდგომარეობის ძალიან დიდ ტრაგიკულობას და ეს ტრაგიკულობა მათივე შექმნილია, რაც დაემართათ მათი ხელი დაწერილი განაჩენია და უნდა იცოდე რომ ხალხი არასოდეს არ პატიობს იმ ბოროტებას, რაც მათ ჩაიდინეს, არც უფალი პატიობს, არც ერი პატიობს, არც ბერი პატიობს და მომავალმა მთავრობებმაც უნდა იცოდენ რომ ამგვარი აღლითობები და დანაშაულებები დასჯადია და არ დარჩება. ბატონ შალვა, რა არის საჭირო რომ მიიღოს ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება არჩევნების დანიშვნის? აი თქო წერენ რომ პროტესტი კიდე უფრო უნდა გაფართოვდეს, ფორმები უნდა გახდეს სხვანაირი, გაფიცვისკენ უფრო მასშტაბურად იყო მოწოდებები. ყველაფერი მიდის ძალიან კარგად. რა არის ის პროტესტი? ხედვა როგორია რა უნდა მოხდეს რომ დაჩქარდეს ეს ჩართვა ამ მოძრაობაში, გაფიცვების, ყველაფერი მიდის ძალიან კარგად. და თანაც იმ გაგებითაც მიდის ჰარმონიულად, რომ რომელიმე ყოჩი პარტიის ან ლიდერის პრიმატი არჩას, რაც მე გახეთქილების საფუძველია ხოლმე ისტორიულად. მოგეხსენებათ, საქართველოში ახლა ჩვენი ერი რო ეროვნული მოძრაობის დროს ერთად იდგა, უპრეცედენტო მოვლენა გახდათ, ხო? მაგრამ მაშინაც გასკდა ეროვნული მოძრაობა, იმიტომ რომ ვიღაცები შურდათ იქ გამსახურდა მეტაშრიღებდა, ამის გამო დაიბოღმა ეროვნული კონგრესი, იმათ ცალკე ჩატარეს არჩევნები, მერე ცალკე მიტინგი იმართებოდა ფილარმონიასთან, ცალკე მიტინგი იმართებოდა პარლამენტთან და სამოქალაქო არის საჭირო. აი ეხლა მიდის ყველაფერი კარგად და ჰარმონიულად. არ არის იქ რაიმე პარტიული ინტერესი გამოკვეთილი, ეს არის საერთო ეროვნული პროტესტი, რომლის მონაწილეები არიან პარტიები და პოლიტიკოსები, რიგითი მონაწილეები. ეს არის ახალი ლიდერების წარმოშობის საოცარი პროცესი, საოცარი დინება. თქვენ ახავთ რომ იქიდან უამრავი ღირსეული მოღვაწე, უამრავი მომავალი ილია ჭავჭავაძე, ეროვნული მოღვაწე წარმოიშობა, აი ახალგაზრდებიდან რაღაც საოცარი ნაკრებია, აი ცრემლი მადგება სიხარულს რო უყურე მათ ახლა ყოველ დღე გავდივარ იქ ვესალმები თავიდან ბოლომდე და კონტაქტები მაქვს და ვიცნობ საოცარი ნიჭი მოდის, საოცარი ტალანტი მოდის და იბადება ახალი საქართველო. აი ჩვენს თვალს. ანუ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი საკმარისი იქნება იმისთვის, ასესულა იქნება საკმარისი იმისთვის რომ ივანიშვილმა დაიხიოს უკან ჯერ არ ჩანს ეს ფაქტი. შეგნით აქციები, გარეთ სანქციები ფორმულა. ივანიშვილს უკან დასახევი აღარ აქვს. ივანიშვილი უნდა დაანებდეს მისი უდიდებულესობა ხალხის ნებას, როგორ? როდის? თუ თარიღის მალე იქნება. ეს ძალიან მალე იქნება ჩემი ვიზიტი უახლოეს ხანში, როგორც კი ტრამპის მთავრობა დაიწყეს ფუნქციონირებას დაგეგმილია ასევე და ახალ ამბებს ჩავდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში როდის როდის შედგება? აი, როცა ფიცს დადებს და დაიწყოს მთავრობა ფუნქციონირება. მაინც როდის არის ამ თვეში 6 თვეში წელიწადში ფებრუარში თქვენი ვიზიტი და ივანიშვილის გულისხმობა აი როდის იქნება შედეგი ან როდის გადაწყდება პროცესი ეხლა როგორ არის ეს მე არ მინდა ესეთ სერიოზული გადაცემა ჩემი დამსახურებით კითხავებას დავამსგავსო მაგრამ ნუ ახლა თუ ერთ-ერთი ვერსია დავიღებ შეიძლება ხვალდილით ეს უკვე გაფრინდეს ბრაზილიაში თავისი ჯეტით მით უმეტეს თბილისის აეროპორტი საეჭოდ იკეტება ბოლო პერიოდში და საეჭო რეისები და ბორტები მიფრინავენ ჩემი ინფორმაციით მას გააქვს ნახატები
ნახატების კოლექცია. ესეთი ინფორმაციები დროდადრო გაჭირვების დროს მათ გაყიდვა საპირეს. აღარ აღმოჩნდება მართალი შემდეგ ფრუსტრაციას იწვევს. დროდადრო სხვა დროსაც გავრცელებულა ეს ინფორმაცია. არა, ეხლა ნახს გეუბნებით, მოძრაობები არის აეროპორტში, მისი ჯეტები დაფრინავენ, სპეცრეისები, რომლებიც არ აისახება ის სპეციალური რადარი რო არის საერთაშორისო, ის ტრანსბორდერი გამორთული აქვს, ის შეიძლება გაფრინდეს ბრაზილიაში, შეიძლება გაფრინდეს ირანში, შეიძლება გაფრინდეს მოსკოვში, ну ყოველ შემთხვევაში დიდი გასაფრენი სივრცე მას არ დარჩა. და სადაც არ უნდა გაფრინდეს, მას აუცილებლად ჩამოიყვანთ ინტერპოლის მეშვეობით და გაასამართლებს ქართული ხალხი და კიდევ ერთი მინდა გავაფრთხილო ეს ბატონი. აი ხო არ დაიჯერა ჩემი, როდესაც სანქციები დავუანონსე 12 წლის წინ. ამიტომ მე მინდა მას 12 წლის თავზე რომ აუხდა. ხო, რო აუხდა, მაგრამ ეს ეხლა რასაც დავუანონსებ, ამას უკვე 12 წელი აღარ დაჭირდება. თუ ასე გააგრძელებ ფეხების გაჩაჩხვას და არ დაგვანებებ თავს და არ მოგცვილდები, საერთაშორისო ტრიბუნალი გელოდება. მასალები უკვე მზადდება, ამ მასალებში გათვალისწინებულია მისი საქმიანობა ანგოლა გეიტიდან დაწყებული, გაგრძელებული აი აქ ადამიანთა წამებით, კორუფციით, ამ საშინელი ტერორისტული მანქანის შექმნით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში თანამონაწილეობით, აქ ყველაფერი გათვალისწინებულია და შემდგომ ალბათ უნდა ველოდოთ უკვე საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციას, როგორც მილოშევიჩი რო დააკავეს ბელგრადში და წაიყვანეს ააგაში, აი ამგვარ ვარიანტს. ამიტომ ეს მასზეა დამოკიდებული. რაც შეიძლება მალე დაგვეხსნას, გვეხსენით დაგვანებეთ თავი და აგე პასუხი ჩადენილი მოროტებისათვის. ამ ქვეყანაშიც და 100 წლის შემდეგ იმ ქვეყანაშიც კაცმარაგე პასუხს რაც ქართლა არ იმსახურებს. წარმატებები რუსული პარტიის თავმჯდომარე. წარმატებები და მე კიდევ ერთხელ სირცხვილი მინდა ვუწოდო მთავარ არხს და TV პირველ სირცხვილი თქვენს პატრონებს და ყველამ ვინც ლეიბორისტული პარტია ნახევარი წელი დაბლოკეთ. ეს უპრეცედენტო რამ იყო, 30 წელია პოლიტიკაში ვარ, სამი მთავრობა მოიცვალე და არასოდეს ტელევიზიებს ესეთი რამ არ გაუკეთებიათ თქვენი პარტიის მიმართ. ვერავინ ვერ გააჩერებს სიმართლეს და ქართული ხალხის ბრძოლას. თავმჯდომარე, მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში სტუმრობისთვის, მასვე მშვიდობებით.